მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 2025 წლის 13 ივნისია. დღე, როცა ომი მიმდინარეობს. შეხედეთ, გარშემო ხალხია, ცურავენ, ისვენებენ. ყველაფერი კარგად არის. მე და ჩემი ძაღლის ადგილზე ვართ. მოშე, გითხარი, გეშენია თუ არა? დიახ. მინდა გითხრათ, რომ ისრაელში თავს ადამიანად გვგრძნობ. იცით, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ ადამიანი ვარ. სახელმწიფოს ვუყვარვარ. მიცავს და არც ერთ ბომბს არ მისცემს საშუალებას, რომელსაც აბსოლუტურად არანორმალური ადამიანები უშვებენ, რომლებიც სხვა ადამიანის სისხლის დაღვრის შემდეგ უფალთან შეხვედრას ელოდებიან. აი, ასეა საქმე. მშვენიერი საღამოა დღეს. შეხედეთ, რა ლამაზია ზღვა. მზე უკვე ჩავიდა. და იწყება მსოფლიოში ყველაზე მთავარი დღესასწაული, შაბათი. როცა უფალი მოსეს შეხვდა და უთხრა: არა კაცს ტკლა. მაგრამ ეს არ ესმის იმათ, ვინც ადამიანებს ბომბებით აშინებენ. რა თქმა უნდა, ამერიკას დიდი როლი უჭირავს. ცოტა ვინმეს ესმის, რომ დღეს ამერიკაა თავისუფლების ბურჯი. და მე მომწონს ყველაფერი, რასაც ტრამპი აკეთებს, იმისათვის, რომ თავისი ქვეყანა გააძლიეროს. თუ YouTube-ში მოგისმენიათ ჩემი გამოსვლები ბაიდენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, საათნახევარი ვისხედით მე, ბაიდენი, იუშჩენკო და კიდევ იყო ვიღაც ადმინისტრაციიდან. ბებია, რა ერქვა დამავიწყდა. დიახ, მოკლედ, ადმინისტრაციის უფროსი იყო. Бессмертный. და შემდეგ შეიცვალა. ბებია. სახელი დამავიწყდა. მე იმაში დაადანაშაულეს, რომ მან ჩვენი ძლიერი ქვეყნის ფლოტი გაძარცვა. ხოდა კარგი, მორჩა. არანაირი ომი აქ არ ხდება. ამიტომ ჩამოდით, ვისაც ზღვა და მზე უნდა. არანაირი პრობლემა არ არის. ეს ღმერთის რჩეული ქვეყანაა. აქ ადამიანის სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, თითოეული ადამიანის. ზოგადად ეს ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პრინციპია, რომლის სადარაჯოზე დგას ამერიკის შეერთებული შტატები. გამახსენდა, რომ იმ ქალს ბებია ვერა ერქვა. თქვენ ალბათ ეს ყველაფერი გახსოვთ. ახლა უკვე ჩემს აივანზე ვარ და ერთი ირანული რაკეტა მაინც დავიჭირო. ხოდა რაც შეეხება ბაიდენს, როცა საათნახევარში აკვარიუმიდან გამოვედი, პატარა შუშის კაფეა. ადამიანები რომ ხედავდნენ, როგორი ხალხურია. მაშინ ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. 2008 წელი იყო. მაშინ იუშჩენკოს ვუთხარი, ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთ დიდ ქვეყანას შეიძლება შესახედად უსიამოვნო და მოხუცი ადამიანი ხავდეს. და როცა პრეზიდენტი გახდა, ესეც თქვენ მეორე სასწაული. უпростоროდ პირველი იქნება. და როცა პრეზიდენტი გახდა, ვიფიქრე რა სასწაულია. ეს ძალიან ცუდია. მთელი მსოფლიოსთვის არის ცუდი. ობამას მერე მან საბოლოოდ გაანადგურა ამერიკა. და რასაც ახლა ტრამპი აკეთებს, ცდილობს, რომ ქვეყანა აღორძინოს. ყრის ქვეყნიდან იდიოტებს, რომლებიც ბაიდენის დროს უკანონოდ შემოვიდნენ ქვეყანაში და ფაქტობრივად ცდილობდნენ ამერიკა დაეპყროთ. საფრანგეთი უკვე დაიპყრეს. მოკლედ რა უნდა ვთქვა? დიდი ადამიანია, დიდი ქვეყანაა და სანამ ამერიკა იარსებებს, თავისუფლებაც იარსებებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. წარმატებას გისურვებთ, მეგობრებო.